მოგესალმებით ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებო, ვაგრძელებთ ქართული კლუბების გამოსვლას ევროტურნირებზე, საუბარს ქართული კლუბების შესახებ. კვლავ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ვიმყოფებით, თუმცა ამჯერად ყველაზე ტიტულოვანი გუნდი, ქართული დინამო თბილისი, უმასპინძლებს ლუქსემბურგულ მონდორფს და ეს არის კონფერენს ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი მატჩი და საბედნიეროდ კარგ ხასიათზე ვართ. პირველი შეხვედრა დინამო თბილისს მოგებული აქვს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ორით იწყებს მეორე თამაში და გასulis მაღალი შანსებიც აქვს. 2-1 მოიგეს სტუმრად. სამომისად ესეთი კარგი ბაზა მეორე თამაშის დასაწყებად დინამოს უკვე აქვს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი სტადიონზე იქნება. ჩვენ რამდენიმე დღის წინ იბერიას თამაშს დავესწარით და კარგია რომ ტრიბუნებიდან დადებითი ატმოსფერო მოდიოდა და იმედი მაქვს, რომ ესე იქნება. უბრალოდ ცუდი არის ის, რომ დინამო ჯერჯერობით ვერ ატარებს მატჩებს საკუთარ მოედანზე. დინამო უნდა თამაშობდეს აუცილებლად დინამო არენაზე და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეგ მალე შეიცვლება. უბრალოდ ამ ეტაპზე მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უწევს ამ მატჩის ჩატარება. სტუმარი გულშემატკივრები უკვე გამოჩნდნენ ტრიბუნაზე. ბანერიც გადმოფინეს და ვიცი. სხვათა შორის ფან-კლუბის იბერიას მოწინააღმდეგე ესტონელები ფლად ბევრნი არ იყვნენ. ლუქსემბურგელები უფრო მეტნი შეინიშნებიან და ნუ ბუნებრივია ეგეც კარგია, იმიტომ რომ როდესაც ორივე გუნდს ყავს გულშემატკივარი ტრიბუნებზე ცალსახად დადებითად აისახება მოთამაშე გუნდებს. ისიც ვთქვათ რეზი, რომ გასulis შემთხვევაში, ანუ იმ შემთხვევაში თუ მეორე ეტაპზე გავალთ, ლიეტუვურ ჟალგირის სავარაუდოდ დაუპირისპირდებით, იმიტომ რომ პირველი მატჩი ლიეტუველებმა 3-1 მოიგეს თან გასვლაზე და არის დიდი შანსი იმისა, რომ შემდეგ ეტაპზე დინამო სწორედ ლიეტუვურ კლუბს დაუპირისპირდება და აგერ ბექამ მოგვაწოდა ინფორმაცია, რომ არასდროს ლიეტუვურ კლუბთან პირველად ქართული საკლუბო ფეხბურთის ისტორიაში. აი სიმღერას დაიწყეს ლუქსემბურგელებმა. ესენი თამაშის დროს აშკარად აპირებენ აქტიურობას. მოკლედ, წარმატებები უნდა უსურვოთ აუცილებლად დინამო თბილისს, თემურ ქეცბაიას გუნდს, ჩვენ გუშინ პრეს კონფერენციაზეც ვიყავით და როგორც მოვისმინეთ, კარგი განწყობაა გუნდში, საბრძოლო განწყობაა და მე ეჭვი არ მეპარება, რომ ყველაფერს მწვანე მინდორზეც ვნახავთ. თქვენ კი აუცილებლად უნდა გთხოვოთ, რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი, უყუროთ ქართული გუნდების გამოსვლას ევროტურნირებზე და ამისკენ თემურ ქეცბაიამაც მოუწოდა გუშინ პრეს კონფერენციაზე, მედიასაც, ხალხსაც, რომ მეტი ყურადღება უნდა მიექცეს ქართულ ფეხბურთს. ცალსახად, მოკლედ, გისურვებ კარგ თამაშს, გისურვებ ქართული გუნდის გამარჯვებას და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ჩვენ შიგადაშიგ კარგი დადებით ხასიათზე ჩართვები გვექნება, იმიტომ რომ ნახავთ ბევრ გოლს განსაკუთრებით ლუქსემბურგული გუნდის კარში. რეზიკო დანელია, ნომერი 21, number 41, ლევან ხარაბაძე. ნომერი მატჩის თითქმის 30 წუთი რეზი მიილია. სამწუხაროდ ბევრი მომენტი აყოფილა, თუმცა ზუსტად რამდენიმე წამის წინ ჰქონდა დეკოუტოს ანგარიშის გახსნის შესანიშნავი შესაძლებლობა, თუმცა მეკარე მაუღო. ხო, ერთ-ერთზე იყო დარჩენილი პრაქტიკულად უცოტა კუთხიდან შევიდა, მაგრამ ისე ზოგადად დეკოუტო აქტიურობს ძალიან შეტევაში. მანამდეც იყო რამდენიმე კომბინაცია მისი მონაწილეობით, იქ ერთი საჯარიმოს გარედანაც დაარტყა და კუთხური იყო. და ერთი ეპიზოდი იყო დინამოს კართან, ხო? სადაც ლორია მიიღო ტრავმა. მთავარი არის ის, რომ დინამო წინ არის ორი მატჩის ჯამში და პლუს ამას ეთყობა, რომ თამაშის ტემპსაც თვითონ დინამო აკონტროლებს და უბრალოდ რადგან ჩამორჩენა მხოლოდ ერთი ბურთია, საერთოდ ანგარიში ცეცხლთან თამაში. აუცილებლად სათქმელია, დარწმუნებული ვარ მე ბიჭები კადრებში ჩასვამენ ამას, მონდორფის გულშემატკივრები. ცოტა უცნაური ლოკაცია აქვს მესხზე, როგორც წესი იქეთა ტრიბუნა არის ხოლმე სტუმართან, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენთან ძალიან ახლოს არიან. მთელი მატჩის განმავლობაში ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში მღერიან, ამხნევენ საკუთარ გუნდს და რაღაცა შინაური ატმოსფეროა გუნდში აშკარა. და ესეთ ფართო რეპერტუარი აქვს, ძალიან ბევრი სიმღერა იმღერეს. სხვადასხვა, საერთოდ ინტერნაციონალური გუნდია, ძალიან ბევრი სხვა ეროვნების ფეხბურთელი თამაშობს მონდორფში, როგორც ვამოწმებთ და ბუნებრივია ალბათ კონკრეტულ ეროვნების ფეხბურთელს კონკრეტულ სიმღერას უმღერია. და ისეთი ცნობილი სიმღერების მოტივებზე აქვს. კერგეთი კაკალის 3-ის საუნდტრეკიდან ქონდათ აწყობილი და ეგეთი არის.
დაიხარდა. ველით გოლს დინამოს შეუძლია ცალსახად გოლის გატანა, ბევრი კუთხურია მონდორფის კარტთან სხვათა შორის, თუმცა წინა მაჩისგან განსხვავებით იქ ორი კუთხურიდან გავიტანე და ჯერჯერობით კუთხურებს შედეგი არ მოაქვს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გულშემატკივრები მოუწოდებენ ქეცბას, ქეცბა შეუნთეო, აი ნელ-ნელა მოდის ეგ დრო, რომ ქეცბა დაიწყებს შეენთებას. Thank you for the well-feeling accueil. So we are really happy to be there. So it's our very first participation in a European competition. We are aware of that. So the hospitality here in Georgia, marvelous, fantastic. How is the atmosphere on the stadium? We thought really there were more people, so not that much in the stadium, but Georgian people also make noise. But I think we are. You are probably louder. We are probably louder. We have not been in the game in the first 20 minutes, so we lost 0-2. After that, we scored 1-2. So in Luxembourg, the match was pretty close to a draw. So here 0-0. For us, it's a pretty good result at the halftime. We don't have the pressure. We only can win here. We have nothing to lose. The pressure is on your side. I think the game is pretty interesting for the spectators. So it is one side, the other side. So your defensive block is pretty good, and we do our best. So one standard situation, one corner, it's 1-0 for us, and probably see what is happening. მატჩის 57 წუთი არეზე კვლავ ერთი გოლის დისტანციაზეა სტუმარი გუნდი და კვლავ დაძაბულობაა. რეალური მომენტები ისევ არ გვაქვს. პირველ ტაიმში იყო ვაწაძეს ხონდა ერთ-ერთი გავიდა ნუ ყოველთვის მომენტი ვახსენეთ. ვაწაძე გაიყვანეს შემდეგ. სხვათა შორის ფაქტია რომ ხეცბაია არ დარჩაკმაყოფილი პირველი ტაიმით, იმიტომ რომ ეგრევე ცვლილები მოაყოლა, ვათევაწაზე მოიხსნა თამაშიდან და ხარაბაძე შემოვიდა და ეხლა უკვე სულ რამდენიმე წამის წინ თონიკე კვარაცხელიაც ჩაერთო თამაში, რამაც ტრიბუნებზე რა თქმა უნდა გამოიწვია აჟიოტაჟი, ხმაური და რაც არ მომწონს, აი ბოლო რამდენიმე წუთში ორი ყვითელი ავიჭიდეთ და კიდევ ერთხელ ვამბობ, ერთი გოლის დისტანცია, ამ გუნდმა გოლი გაგვიტანა ჩვენ უკვე პირველ შეხვედრაში და მაქსიმალურად ხილად უნდა ვიყოთ და ველი იმას, რომ რაღაცა უფრო სადავეებს ხელში აიღებს დინამო და არ მისცემს მონდორფს იმის შერძევლობას, რომ თუნდაც იმედი ჩაესახოს გოლის გატანისა. არას შემოსვლა ახსენეთ და ეგრევე შეიტანა მნიშვნელოვანი გავლენა თამაშზე, ჯერ ერთი დრიბლინგი ჰქონდა ფლანგზე და შემდეგ პენალტი. პენალტი, რომელიც სამწუხაროდ ვეღარ გამოვიყენეთ. აიღო მეკარემ და შემდეგ იყო დამატება კიდე, როგორც როგორი ხაზიდან გამოიტანეს. კი ბატონო, აი თორნიკეს თამაშს რო უყურებ, შორიდან რო უყურებ, მართლა დაფიქრდები ხვიჩა ხომ არ არის. ისე გვანან სტილით და ის სიმწოვე, რომელიც დინამოს ჭირდებოდა, შემოიტანა ამ 16 წლის ბიჭმა. უკვე ორი ძალიან მაგარი გარღვევა ჰქონდა და ერთ-ერთ პენალტი მოყვა. ხო. იცი რა, მე სიმართლე რომ არ ველოდი რომ თონიკე დაარტყამდა პენალტს, იმიტომ რომ პენალტი გაბუჭებული აქვს საქართველოს ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში და უბრალოდ მე მეგონა რატომღაც რომ ნინოა დაარტყამდა. თუმცა ეგრე არ მოხდა და შესაბამისად მონდორფის მეკარემ მოახერხა ბურთის აღება. დაძაბულობა გაგვიგრძელდა ასე. იბერიაზეც არ გამოგვივიდა ნერვიულობის გარეშე ყველაფრის ბოლომდე გაყვანა და აქაც როგორც ჩანს არ გვიწერია, იმიტომ რომ რეალურად
პენალტი რო გამოიყენებინა ბას და ორი ბურთით გავსულიყავი წინ გაცილებით კომფორტულ სიტუაციაში აღმოჩნდება დინამო. ეხლა გრძელდება კვლავ დაძაბულობა და ნუ დაახლოებით 25-27 წუთი ალბათ არ იგეთ თამაში. კი. და არაფერი აქ დამთავრებული არ არის. იმის გათვალისწინებით რა ანგარიშია და იმის გათვალისწინებით როგორი თამაშია. ორი პენალტის გაფუჭება ერთ თამაშში ზედმეტი იქნება მე მგონი. არის! გავედით ორი მატჩი ჟამში წინ. ნიკანინუა ნუ ახლა რაცა უნდა ვილაპარაკო ახლა თქვენს უყურეთ თამაში ნახეთ თამაში ნუ სამწუხაროა რომ 90 წლის განმავლობაში თამაში ჩვენ წავაგეთ ნუ კარგი არის რომ მოახერხეთ და დამატებით დროში ექსტრა ტაიმის დროში გოლი გავიტანეთ და გუნდი გავიდა მომავალ ეტაპზე ვერ ვიტყვი რომ უკმაყოფილო ვარ ბიჭების მონდომებით რა მაგრამ როცა გაქვს ეს მომენტები თამაშზე ხო ვარ გამოიყენებ ყოველთვის არის იმის ხიფათი რომ გოლი გაუშვა შენ კარში და ზუსტად ეგ მოხდა იმასაც ვერ ვიტყვი რომ ეხლა მთლიანად თამაშის კმაყოფილი ვარ თავდადებით და მონდომებით კმაყოფილი ვარ მაგრამ თვითონ თამაშის ხარისხი მე მგონი უფრო მეტი გჭირდება რომ მომავალი ეტაპი უფრო კეთესი გუნდი იქნება ესეთი თამაშით მე მგონი ჩვენ შორს ვერ წავალთ ნუ ერთი მხრივ მადლობა იმ ხალხს ვინც მოვიდა პრინციპში ბევრი არ მოსულა და ეგეც არის ხალხო იცი რა არის ამბიციები გვაქვს მაგრამ ამ ამბიციებს ბევრი რაღაცა აკლია რომ ეს ამბიციები განხორციელდეს და პირველი რაც აკლია ეს არის გულშემატკივარი რა ეხლა ესეთ თამაშზე კაი საქართველოს პირველობა დაბალი დონეა ყველამ ვიცით არ არის დონე რა დონეც გვინდა მაგრამ მაინც ეს ევროპის თამაშებია და მნიშვნელოვანი თამაშებია რა მნიშვნელოვანია კლუბისთვის დინამოსთვის ევროპის თამაშები არა მარტო როგორც გუნდის პრესტიჟი არამედ როგორც ეკონომიკური დახმარება გუნდისთვის რა ხარაბაძე ნუ რა პრინციპში ბევრი გაუცდა თან ვარჯიშობდა ინდივიდუალურად ბევრი ვარჯიშა რაღაც თამაშები თამაშა მეორე გუნდში ნუ მომდომებულია ცდილობს და ნუ ჩვენ ისღა დაგჩენია რომ ესეთი ფეხბურთელი როგორც ხარაბაძეა ერთ დროს ერთ-ერთი ყველაზე ტალანტი ფეხბურთი იყო და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მივცენ შანსი და დანარჩენი უკვე თვითონ მაღაზია დამოკიდებული რა თქმა უნდა იმ ფორმი და რა ფორმა რა ფეხბურთის თამაში შეუძლია შორს არის ჯერ კიდევ მაგრამ ნელ-ნელა თამაშების ის რო ექნება ალბათ უფრო ადვილად შევა ფორმაში ნუ შემოთხრა გითხრათ მე ყოველთვის მქონდა გუნდებში ნათამაშები ვარ
მუშავარი ვარ. ვაძლევდი იმის თამაშის დროს ახალგაზრდა ფეხბურთელებს. კარგი არის რომ ჩვენ გუნდში გვყავს ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი, ეხლა ეს ფეხბურთელები მესამე ლიგა თამაშობდნენ და ეხლა პირდაპირ სულ რაღაც ერთ თვის განმავლობაში მოუწიათ ევროტურნირებზე თამაში რა. მე მაყოფილი ვარ, იმიტომ ხედავ რომ მონდომებულები არიან თვითონაც და იმედია რომ ყოველ თამაშზე, ყოველ ვარჯიშზე მაგათ პროგრესს დავინახავ და უფრო მეტად დაეხმარებიან პირველ გუნდს, იმიტომ რომ ჯობია ჩვენ ქართველებს ფეხბურთელებს ნიჭიერ ფეხბურთელები რო ვყავთ, იმათ მივცეთ მეტი შანსი ვიდრე სხვა უცხოელი ჩამოიყვანოთ და ველოდოთ ისინი რომ გავზარდოთ და მე რაღაც ისა. ნუ რა თქმა უნდა ფეხბურთელების გაყიდვა ესეც ერთ-ერთი პრიორიტეტია გუნდისთვის, ვინ თუ არის იმის შანსი რომ ვიღაცა გაიზარდოს, კარგად ითამაშოს და რაღაცა კონდეს მოწვევა საავაგარეთ, რა თქმა უნდა ჩვენ არავის არ გავაჩერებთ, რა თქმა უნდა ეს უნდა იყოს ის დაფასება იმ ფეხბურთელის, რა დონის არის და ნუ ვისმეს თუ უნდა ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელები, რა თქმა უნდა ჩვენ ყოველთვის მზად ვართ რომ იმაზე წავიდეთ რა. Conjure. Twins. კი, არ არის ღრმა შენადგილება, ზუსტად იმიტომ არის რომ ვცდილობთ ახლა მოვიყვანოთ კიდო უცხოელი ფეხბურთელები, იმიტომ რომ პირველი 11 კაცის გარდა დანარჩენი ყველა ახალგაზრდები არიან, რომელსაც უმაღლეს ლიგაში არ უთამაშიათ და მით უმეტეს ევროტურნირებზე რა. ამიტომ ჩვენ მუშაობთ, კიდე 1-2-3 ფეხბურთელის მოყვანას ვაპირებთ, სანამ ეს დამთავრდება ჩვენი ტრანსფერები. ხო და ნუ გეგმა მე უკმაყოფილი ვარ იმით, რომ ჩვენი თამაშის წაყვანა ძალიან ნელი ტემპით ხდებოდა, ძალიან ისე ვაგვიანებდით პასი იქ არ მიდიოდა, სადაც უნდა წასულიყო, ყოველთვის ბურთს ვიჭერდით ზედმეტად, რამაც იმათ აძლევდა იმის შანსს, რომ უკან დაბრუნებული ვიყვნენ და უფრო უკეთესი დაცვა გაეკეთებინათ. ამიტომ ხო გეუბნებით, ბევრი რაღაცებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ უკმაყოფილი იმით ვარ, რომ ვერ ვიტყვი ხა, რომ ბიჭებმა ყველაფერი არ დადეს მინდორზე, ვინც დაიწყო, ვინც შემოვიდა, ყველაფერი, მაგრამ ფაქტი ერთი არის, რომ უფრო მეტი არის საჭირო იმისათვის, რომ ამ ევროტურნირებზე რაღაც უფრო უკეთეს შედეგს მიაღწიოთ ახლა. ალბათ ტყუილად არ არის, რომ 52 ადგილზე რო ვართ, რა წამოიდინე. ტყუილად არ არის ეს, ხედავთ, რომ საქართველოს პირველობის დონე და უკვე ამ ევროტურნირების დონე უკვე სხვადასხვა არის რა. ჩვენ პირველ რიგში გვინდა, რომ რაც შეიძლება უფრო უკეთესი ჩემპიონატი გქონდეს აქ საქართველოში. რაც უფრო მეტი გუნდი იქნება კარგი, რომლებიც კონკურენციას გაუწევს გუნდებს, რომლებიც ევროტურნირებზე თამაშობენ, უფრო უკეთესი იქნება ჩვენთვისაც და ყველასთვის რა. ალბათ იმიტომაც არ მოდის ხალხი თამაშებზე. კარგი არის, რომ პირველი თამაში სახში გვაქვს. ვეცდებით, რომ აქ ისეთი შედეგი დავაფიქსიროთ, რომ იქ უფრო ადვილი იყო ჩვენთვის, მაგრამ ადვილი არ იქნება არც აქ და არც იქ. მაგრამ ნუ აღარ მინდა ხა რომ მარტო რაღაც უარყოფით რაღაცებზე ვილაპარაკონ თამაში. დადებითიც იყო ის, რომ ჩვენ 23-ჯერ დავარტყით კარებში და ქონდა 1-4-5 100%-იანი მომენტი და რო ვერ გაიტან პლუს კი ამას პენალტი ამას ვერ გაიტან, რა თქმა უნდა მე უკვე ნერვიულობაში გადადის და ძალიან ძნელია. მაგრამ ჟალგირის ერთი უარყოფითი ისა არის, რომ ეგენი ხელოვნურზე თამაშობენ თავიანთან მინდორზე და ეგეც ალბათ რაღაცა ჩვენ დავჭირდება. ნუ კაია რომ პირველი თამაში აქ იქნება, არ მოგვიწევს იქით გაფრენა,
ალბათ უკვე თვის ბოლოსთვის უკვე ფეხბურთელების მოვლენ გუნდში, ახალი ფეხბურთელები და უფრო უკეთეს სიტუაციაში ვიქნებით 30-ისთვის, ესე რომ ადვილი თამაში არ იქნება, იმიტომ რომ კაი გუნდია. ნუ ხო გეუბნებით, ჩვენთვის მნიშვნელოვანია რა, რაც შეიძლება მეტი დრო გქონდეს იმისათვის, რომ ის ახალი მოსული ფეხბურთელები, ან კიდევ ის ახლები, რომლებიც მოვლენ, გქონდეს იმის საშუალება, რომ უფრო მეტი ვარჯიშონ, უფრო მეტი თამაში მონაწილეობა მიიღონ. გითხარით, ფუძელის საქმე მას მოწინააღმდეგე იქნება, რა თქმა უნდა, გუნდი, რომელმაც ორივე თამაში მოიგო, თანაც 5 გოლი გაიტანა ორ თამაში. ესე რომ ადვილი თამაში არ გველოდება, ეს დადასტურებით ვიცი. მაგრამ ერთი ის არის, რომ ჩვენც ხო გვემატება რაღაც ამ თამაშებით რა, თვითონ ფიზიკურად სათამაშო პრაქტიკა ემატება ფეხბურთელებს და იმედი გვაქვს, რომ კიდევ ერთ კვირაში უფრო უკეთეს მდგომარეობაში ვიქნებით ჩვენც გუნდიც ის ფეხბურთელებიც, რომლებიც ახლები არიან გუნდში და უფრო უკეთესი ის გვექნება, თანაც ახლა ის გუნდი იმდენად არ იქნება დაცვაზე ორიენტირებული, როგორც დღევანდელი მეტოქე იყო რა და ალბათ შეიძლება ამან უფრო რაღაცნაირი მეტი ის მოგცვით შენ შანსი იმისა, რომ უფრო მეტი შეუტიოთ და უფრო მეტი რაღაცა მომენტი გამოვნახოთ თამაში. ნუ გეთანხმებით, რომ მეორე ეტაპი გაცილებით უფრო ძნელი იქნება, კი. მეგობრებო, ყველა გილოცავთ დინამოს გულშემატკივრებო, მაგარი ასოციაციო ვნახეთ. დაძაბულიც, ბრძოლა, რაც თავარია, გავიმარჯვეთ და ყველაფერი კარგია რა ჩვენ სასარგებლოდ თავდება. ნუ დასრულდა, მაგრამ ორი შეხვედრაში დინამო მომდენო ეტაპს. კი ბატონო, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ თონიკე კვარაცხელიას ძალიან კარგი შემოსვლა და მე დიდი იმედი მაქვს, რომ თონიკეს სათამაშო დრო გაეზრდება. ხაშორს 56 წუთი ჩაერთო დღეს და წინა თამაში მაგალითად მხოლოდ 25 წუთი ითამაშა და შესაბამისად მე დარწმუნებული ვარ, რომ კეცბაია ამ პროგრესს, რაც დღევანდელ მატჩშიც გამოჩნდა, შეამჩნევს და ეს თითქმის საათი გამოვიდა ეს. ხო, დამატებითები შეხვდეთ ნამდვილად ეგრე. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ ეს ვიდეო დაალაიქოთ, ჩვენც დავიღალეთ ემოციებში ვართ. გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი. წარმატებულს ვსურვოთ დინამო თბილისის შემდეგ ეტაპზე. ლიეტოვურ გუნდს ხდება ქართულ კლუბებსაც, იბერია ჩემპიონთა ლიგაზე დღეს გამოგვაკლდა ქუთაისის ტორპედო, ოფიციალურად, არაოფიციალურად თითქმის პირველი თამაშის შემდეგ ვიცოდი, თუმცა უკვე ოფიციალურად დავკარგეთ მოკლედ ერთი გუნდი და იბერიას დინამო თბილის ერთ კვირაში სახში თამაშობ პირველ თამაშს და უეჭველი უნდა მოვიდეთ მესხზე ან დინამოზე ჯერე გააწყვეტილი არ არის, თუმცა აუცილებლად ხარი დაუჭიროთ ქართულ გუნდებს. მშვიდობიანი საღამო რეზი, ეს შემიძლია გითხრა მხოლოდ.